მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ბანო მირაბიშვილი. მოგესალმებით ბატონო, დიდი მადლობა რომ დაგხვდით ინტერვიუზე. 23 ნოემბერი სიმბოლური თარიღია და ვარდების რევოლუციის 9 წლის თავი. ხელისუფლებაში ყოფნისას როგორ ზეიმობდა ნაციონალური მოძრაობა და არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა, არამედ ქართული საზოგადოება გარკვეული პერიოდის განმავლობაში 23 ნოემბერს ჩვენ გვახსოვს. მაგრამ როგორი განცდა არის ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისთვის, რომ ის ამ წუთას ვარდების რევოლუციის 9 წლის თავზე ხელისუფლებაში არ არის. არა მხოლოდ ის, არამედ მთლიანად მისი ბუნტი. აქ მე მგონი საზოგადოების უფრო მნიშვნელოვანია როგორ ხდება საზოგადოება, ვიდრე თქვა ჩვენ ის ყოფილი სამთავრობო გუნდი, რომელიც ამ 9 წლის განმავლობაში ვიყავით ხელისუფლებაში და ჩემი აზრით ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. გავაკეთებთ ძალიან ბევრი კარგი, გამოგვივიდა და მათ შორის ბევრი ცუდიც. და საბოლოო ჯამში ვიყვანა ამ შედეგამდე, რომელშიც ვიმყოფებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის არა ის, რომ დღეს როგორ შეფასდება ვარდების რევოლუცია. არამედ ისტორიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს 10 წლის მერე როგორ შეფასდება 23 ნოემბერი და ეს 9 წელიწადი. მე ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ისტორიაში ეს ეპოქა შეფასება ძალიან დადებითად, იმიტომ რომ გავა დრო, ხალხს დაავიწყდება ნეგატიური, გარჩება პოზიტიური, ეს არის ისტორია ესეთია. რაც ყველაზე მთავარია ის ძეგლები, შეიძლება ვთქვა და ის მშენებლობა, ის რეზულტატები, რომლებიც ამ 9 წელმა მოიტანა საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც ძალიან დადებითი მოვლენა. და მაინც რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდი მონაპოვრად ვარდების რევოლუციის ყველას. აი რაღაცას ერთი კონკრეტული შეიძლება ვერ გამოყოთ, მაგრამ რამდენიმე ესეთი რამდენიმე ფაქტს, რომ პირველი ქართული საზოგადოება შეიცვალა. ის გახდა, წავიდა ძალიან წინ, გახდა აღიაროთ პირდაპირ, უფრო დემოკრატიული, უფრო თავისუფალი. ქართული ხალხმა იგემა თავისუფლების გემო. ქართულმა ხალხმა იგემა გემო იმისი, რომ მას შეუძლია ქრთამი არ გადაიხადა და მიიღო სახელმწიფო სერვისი. მან იგემა ის, რომ პოლიციელი აღარ არის მისი მტერი და პოლიციელი მისი მეგობარი. მან იგემა, რომ შეუძლია არ დაკეტოს მანქანა და არ შეეშინდება, რომ მანქანას მოყარავენ. მან იგემა, რომ შეუძლია დღის ნებისმიერ დროს საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე გამოვიდეს ქუჩაში, გამოუშვას ბავშვი და არ შეეშინდება, რომ მისი შვილი გახდება ნარკოდილერების მსხვერპლი, ან ის გახდება ყაჩაღის, ქურდის, ბანდიტის, რეკეტირის მსხვერპლი. მან ნახა, რომ შეიძლება საქართველოში ის რომ განათებული იყოს მთელი საქართველო. მან იგემა, რომ ხელფასები დროზე რიგდება. რომ პენსიები სისტემატურად იზრდება. მან იგემა და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ვიზუალური, რომ შეიძლება გაშენდეს არა მარტო ერთი აღებული შენობა, არა მარტო ერთი აღებული გზა, არამედ აშენდეს მთელი ქალაქები. და საქართველოს ისტორიაში ესეთი ეპოქებსაც შენდება ქალაქები. და საქართველოს ისტორიაში ძალიან ძველი ისტორია აქვს, მაგრამ ძალიან მოკლე ვადები გვაქვს იმ ეპოქების, როდესაც შენდებოდა რეალურად ახალი ქალაქები. რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგმა ირონიულად გითხრას, სწორედ სადაც იქ ახალი ქალაქები გაკეთდა, სწორედ იქ ყველაზე მეტად წააგო ნაციონალურ მოძრაობამ არჩევნები, მაგრამ ალბათ ესაც რაღაც ისტორიული კანონზომიერებაა, იმიტომ რომ იქ სადაც შევიდა განვითარება, იქ სადაც შევიდა პროგრესი, იქ უფრო დემოკრატიული გახდა საზოგადოება და მოუნდა განსხვავების ნახვა, მოუნდა სიახლის ნახვა. ბატონო, მე ბოლო პერიოდში ვადევნებდი თვალყურს თქვენს მიერ მიცემულ არაერთ ინტერვიუს და კომენტარს და თქვენ ერთგან ბრძანეთ ასეთი ფრაზა, რომ ცოდნოდა რა იყო ეს რა განაპირობებდა ამ მარცხს ხო არ დავმარცხდებოდითო. ყოველ შემთხვევაში არჩევნების დღიდან დღემდე საკმაოდ დრო გავიდა იმისათვის, რომ თქვენს გუნდს პირადად თქვენ გაგიანალიზებინათ. მაინც რა იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც ნაციონალური მოძრაობის მარცხი გამოიწვია? ყველაზე მთავარ ფაქტორს. ჩვენ არ ჩავერთეთ დებატებში საზოგადოებასთან და საერთოდ არ გავმართეთ ფართო დებატები საზოგადოებაში ყველა იმ საკითხთან, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.
ძალიან უტრირებულად ვიტყვი, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჩვენ ხომ ისედაც კარგ საქმეს ვაკეთებთ, ისედაც ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის მიმართული ხალხის კეთილდღეობისათვის და აქედან გამომდინარე, ქართული ხალხი თვითონ მიხვდება ვინ არის მართალი და ვინ არის სად არის სიმართლე, სად არის ტყუილი. და ჩვენ თვითონ არ ჩავერთებთ დებატებში, არ ჩავერთებთ დებატებში საზოგადოების განვითარებული, განათლებული ნაწილი და შესაბამისად დებატები დაუტოვეთ დარე გემოვნების და დაბალი განათლების ადამიანებს და შესაბამისად საზოგადოებამ მათგან მიიღო ინფორმაცია, ასე ვთქვათ, ის ინფორმაცია, რომელიც მათ აინტერესებათ. მე ერთ მაგალითს მოვიწყე. საქართველოში თითქმის ყველა, უმრავლესობა თვლიდა, რომ მე მესმოდა ამის შესახებ, ხშირად პრესაშიც და ისეც, რომ რომ საქართველოს მთავრობა არის ჩართული კორუფციაში და მაგალითად ბენზინი უნდა ღირდეს ლარით უფრო იაფი, ვიდრე ის და ეს ლარი ზოგი ლარს თვლიდა, ზოგი 40 წელს, ზოგი 30 წელს, ზოგი 5 წელს, არის სხვადასხვა მოსაზრებები, რომ ეს მიდის მთავრობაში. და მე პირადად იმდენად აბსურდულად მიმაჩნდა ეს ბრალდება, რომ არასოდეს აზრად არ მომსულია. რომ ამაზე არათუ მე გამეკეთებინე კომენტარი. არამედ საერთოდ ამაზე დებატები გაგვემართა. და აღმოვაჩინე, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ეს ჯეროდა. მე რატომ მომაქვს ეს მაგალითი? ეს მაგალითი მომაქვს იმიტომ, რომ თუნდაც ჩვენი ამ ორთვიანი ხელისუფლებაში არ ყოფნის, მან დაამტკიცა, რომ ბენზინი იგივე ფასი არის, რაც ხდება ჩვენთვის, ხო? ანუ გამოდის, რომ ეს მითი გაქარწყდა და სხვა მითიც გაქარწყდება, მაგრამ ალბათ ჩვენ რომ დავჯდარიყავით. გვეპოვა ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც ჩაატარებდნენ გამოკვლევას, შესწავლას, თქვათ და დაადგენდნენ, რომ იპარება ფული ბენზინის ფასიდან თუ არ იპარება ფული და ჩვენ ამას საზოგადოებას კარგად აუხსნით, ამაზე შეკითხვები არ გაიცნობდა. მე მესმის, როცა ტაქსის მძღოლი, რომელიც ყოველდღე ორჯერ ასხავს თავის მანქანაში ბენზინს და მას თუ გონია, რომ მისი ჩასხმული თითოეული litrიდან ლარი 50-20 თეთრი მიდის მთავრობაში, რა თქმა უნდა, ის გაღიზიანებული იქნება და დღეში იქნება ორჯერ გაღიზიანებული და სახში რომ ევა და მას ნაკლებ ფულს მიიტანს, ასე ვთქვათ, საკუთარ ოჯახში როცა გამოყვებოს, თამაში თუ ბრალს დაძლევს მთავრობას, რა თქმა უნდა, ის ადამიანი ნეგატიურად იქნება მთავრობაში განწყობილდა. ასე თუ ამავე მაგალითის მოტანა შეიძლება, რომელსაც ჩვენ არ განუმარტებთ ხალხს, არათუ ჩვენ არ გავუმარტებთ, არ გავუმართეთ დებატები. ბატონო, მე შეიძლება რაღაცებში დაგეთანხმოთ, რაც თქვენ ბრძანეთ და რაღაცებში არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მახსოვს წინასაარჩევნო პერიოდში ვთქვათ, გარკვეული ტაქტიკა PR-თან დაკავშირებული, რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, კონკრეტული კითხვის შემდგომ, სადაც არ უნდა დასმულიყო ეს კითხვა, ნაციონალური მოძრაობა იწყებდა საუბარს თავის საარჩევნო პროგრამაზე. და ის კითხვა ფაქტობრივად, მოკლედ ახლა ვიყოთ რეალისტები და თუ გადავხედავთ აი ამ სხვადასხვა ინტერვიუებს, ვნახავთ, რომ ის კითხვები ფაქტობრივად პასუხგაუგრძელებელი რჩებოდა. ამ პასუხგაუგრძელმა კითხვებმა, კიდე სხვა მოვლენებმა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში განვითარდა, ხო არ დააგროვა ის კრიტიკული მასა, რომელმაც საბოლოოდ მიიღო. მე ამ შემთხვევაში კრიტიკული მასის დაგროვებაზე კიდე მექნება, ვთქვათ, შეკითხვა, მაგრამ აქაც კი არ არის შეცდომა დაშვებული. კამპანიის დროს შეკითხვის პასუხის გაცემა არ იქნებოდა საკმარისი. თლიანად მთელი 9 წლის განმავლობაში მუდმივად, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ არის არჩევნები. იმიტომ რომ საარჩევნო რეჟიმს თავისი ცალკე, ვთქვათ, რეჟიმი აქვს და ამაზე ახლა ცალკე კონცეფცია. მე ვიძახე, რომ სულაც არ არის აუცილებელი საარჩევნო რეჟიმი იმისათვის, რომ დებატები გამართულიყო. აი, დებატებს გულისხმობ როგორც პირდაპირ მნიშვნელობით. დებატები არამედ გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ და თვითონ არ ვიყავით ჩართულები დებატებში და საზოგადოების საინტერესო თემებზე, რომელიც მათ აინტერესებდათ იმ დროს, არ ვესაუბრებოდით და უფრო მეტიც, არც პროვოცირებას არ უკეთებდით ჩვენ, რომ ამ თემებზე ყოფილიყო საუბარი. არ ვაძლევდით საშუალებას იმ ადამიანების ჩართვას პოლემიკაში, რომლებსაც ჰქონდათ ესა თუ ის ინფორმაცია და ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ჩვენ საერთოდ მივდივართ. ჩვენ ვაკეთებთ აქცენტებს იმაზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საერთოდ ჩვენ მივდივართ და ალბათ გამოგვრჩა ის შეკითხვები, ის პასუხები, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა ამ მიმართულების მიღმა. აღმოჩნდა, რომ საზოგადოება უფრო ფართო ინტერესები აქვს, უფრო სხვა საკითხებიც აინტერესებს და პრაქტიკულად ჩვენ აღმოჩნდით, რომ
ჩვენ ვლაპარაკობთ სხვა ენაზე და საზოგადოება ესმოდა სხვა ენაზე. ბატონო, საზოგადოების ინტერესი ახსენეთ და მოდით ახლა თემა შევცვლი უცებ. დღეს საზოგადოების ინტერესის მნიშვნელოვანი ინტერესი წარმოადგენს ბოლოდროინდელი დაპატიმრებები. ნაციონალური მოძრაობა და მის ლიდერები ამ დაპატიმრებებთან დაკავშირებით მეტწილად აცხადებენ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნება, რომელიც მართავს ახლა ქვეყანას, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, მით უფრო რომ ამ შემთხვევაში მახსენდება ვთქვათ თქვენს მიერ, ვთქვათ თქვენი ხელისუფლების მიერ დაკავებული არაერთი ექს-მინისტრი, ვთქვათ დეპუტატი და ასე შემდეგ, თქვენი გუნდის წევრებიც კი არა მხოლოდ შევარდნაძის გუნდის წევრები და თქვენ როგორ ფიქრობთ, ანუ თუ ვინმე დააშავა და ის არის დეპუტატი, ვთქვათ ექს-მინისტრია და ასე შემდეგ, მაგალითად თანამდებობის პირი ყოფილი არ მოქმედი, არ უნდა ისაჯოს და აუცილებლად უნდა მიეკეროს ამას, რომ ეს არის პოლიტიკური დაპატიმრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ პირველები საქართველოს რესპუბლიკაში, ვინც ყველაზე აქტიურად სწორედ ჩვენ გუნდის წევრების წინააღმდეგ ვაწყობთ სამართლების დევნას, თუ ეს ადამიანი დამნაშავე იყო და ალბათ საქართველოში არ იქნება, არც ყოფილა და არც იქნება მთავრობა, რომელმაც ამდენი საკუთარი თანამშრომელი, საკუთარი კოლეგა, საკუთარი ასე ვთქვათ, მეგობარი წინააღმდეგ განახორციელა სამართლებრივი დევნა. ამაში ალბათ დამეთანხმებით. რაც შეეხება დაპატიმრებები საკმაოდ ბევრი და ჩვენ მათ ნაცვლს გამოვეხმაურეთ, ალბათ თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს და დავსვამართებთ. სამეგრელოს ყოფილი სამხარეო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი, რომელსაც აქვს უფლება და დარეგისტრირებული ატაროს თან ორი საკმაოდ კაი ხარისხის იარაღი, ეკლეკოხი და პსრ. მას თუცა არ მოაჩნდება ჯიბეში 1952 წელს გამოშვებული მაკაროვი. და კაცი, რომელმაც სამეგრელოში თქვენ შეგიძლიათ გადამოწმოთ თქვენ ასე ვთქვათ, კორესპონდენტის მეშვეობით სამეგრელოში პრაქტიკულად მოსპო არათუ ნარკოტიკების რეალიზაცია, პრაქტიკულად ნარკოტიკების მოხმარება ამ ადამიანს აღმოუჩინა ჯიბეში, ასე ვთქვათ, ნარკოტიკი. მე მგონი ამას კომენტარი არ ჭირდება. მე გეტყვით, რომ 1952 წელს გამოცემული მაკაროვი ძალიან სახიფათო იარაღია ადამიანისთვის ტარებისათვის, იმიტომ რომ თვითსახიფათო, იმიტომ რომ მისთვის თავის დაჭრა თუ შეიძლება ისაც ესაქვია მსუბუქად. ჩემთვის ამ გუნაოს ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იქნება ის რეაგირებასაც მოახდენს პროკურატურა, სიმართლე მინდა გითხრათ, ამ შემთხვევაში რას ედავება ვთქვათ გამოძიება გუნავას ჩემთვის მეორე ხარისხოვანია, პირველ ხარისხოვანია ის ფორმა, ის ფორმატი და ვთქვათ ამაზე გამოძიება რომ ჰქონდა იარაღი და მას ჰქონდა ნარკოტიკები. ხო, და აქედან გამომდინარე ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ნამდვილად როგორც მოქალაქისთვის პროკურატურის გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ მოდით ახლა ამ რადგან დაპატიმრებების თემას ვეხებით, შევეხოთ ვთქვათ საერთაშორისო რეაქციას იგივე ბატონი რასმუსენის განცხადებას, იყო გორდონის განცხადება და შემდეგ განცხადებები და ასე შემდეგ. მოდით ვთქვათ, ჩემს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს მათ ეს განცხადებები, მაგრამ ვანო მერაბიშვილი როგორ ხედავს პროცესებს, რომელი უმჯობესია ამ შემთხვევაში სამართლიანობა თუ მაპი. მაპატია დილემის წინაშე არ გაკენებთ, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ვთქვათ შესაძლებელი იყო ნებისმიერ გაისმა კიდეც, დაიწერა კიდეც ამის შესახებ და აქედან გამომდინარე მაინტერესებს მაპი თუ სამართლიანობა. ეს დაახლოებით ისეთ შეკითხვაა რა, ასე ვთქვათ, რომელი შვილი უფრო გიყვარს ან დედა უფრო გიყვარს თუ მამა, ასე ვთქვათ. მე გეტყვით ერთ რამეს. ვარდების რევოლუციის მერე ჩვენ როცა მოვიდეთ ხელისუფლებაში და მოდი ახლა ვთქვათ, რომ მაშინდელი პოლიცია იყო სრულიად კორუმპირებული. და სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ როცა ამოდის წევა, რომ შეიცვალა საზოგადოება, აი ჩვენ კადრები რაც ციხეში ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო ამაზენი, რაც ჩემთვის იყო სრულიად გაუგებარი და ჩემზე ძალიან დამთქმული შტაბი იქონია იმ კადრებას, სადაც ეგ მასობრივად ხდება
სადაც ჩანს რომ ეს რაღაც სისტემის ნაწილია, იმიტომ რომ ცალკეული გამონაკლისი შეიძლება ყველაფერს ყოფილიყო, ხო? ნუ აღარ ვიტყვი გარკვეული მემში, გარკვეული ასე ვთქვათ, გარკვეული მონტაჟის ელემენტები, თუ გარკვეულ კადრებში, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი ახლა ამის განხილვას მე არ ვაპირებ. მაგრამ აი ესეთი კადრები და ესეთი ფაქტები ხდებოდა ვარდების რევოლუციამდე ჩვენი სახლიდან 200-300-500 მეტრში პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ მაშინ საზოგადოება აღშფოთებას ესეთი ტიპის აღშფოთებას არ იწევდა და ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ საზოგადოების შეგუებული იყო ასე ვთქვათ და ბოლო 9 წელიწად მოაჩვენა რომ საქართველოს საზოგადოება შეიცვალა და მისი რეაქციები უსამართლობაზე გახდა ადეკვატური. მაგრამ მე მინდა გითხრათ ასეთი საქმე. ჩვენ როდესაც მოვიდით ხელისუფლებაში, მე მათ შორის ძალოვარ სტრუქტურებში, ჩვენ პრაქტიკულად თითქმის არც ერთი, ყოფილი დამნაშავე, ასე ვთქვათ, და მათ შორის კანონმდებლობა არ დაგვიპატიმრებია, არა იმიტომ, რომ ჩვენ სამართლის წინააღმდეგი ვიყავით. იმიტომ რომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ქვეყანას სჭირდება დემოკრატიული განვითარება და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს აღიქმება საზოგადოებაში. მე მინდა გითხრათ და ადეთუგიანის რო ხდება და განსაკუთრებით დასავლურ ცივილიზაციაში როგორც პოლიტიკური შურისძიება. და ჩვენ დავანახეთ, რომ მიუხედავად ისე, რომ ეს რეჟიმი მაშინ ჩვენ გვებრძოდა შევალე ეს რეჟიმი გვებრძოდა არა მარტო ჩვენ თეს საზოგადოებას ებრძოდა, იყო გავიხსენოთ რა იყო კორუფციის აბსოლუტური კორუფცია პოლიციაში, ბიუროკრატიაში, ადგილობრივ ორგანოებზე, გაყიდული პენსიები, ჩამქრალი დენი, ქურდობა, ყაჩაღობა, ადამიანის გატაცება ბოლოს, ხო? მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ეს დაპატიმრებები ესენი არ ყოფილიყო ძალიან მასშტაბურები. ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ ხელმძღვანელების, ასე ვთქვათ, და ბევრ მათგანს გარიგება გაფორმდა ბევრ მათგანთან, ბევრი მათგანი ვადაზიადე განთავისუფლდა და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი რა თქმა უნდა იყო ეჭვი და საფუძვლიანი ეჭვიც, მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, ქართული პოლიტიკის განვითარებისთვის არ არის და საზოგადოებაში არ გამოჩნდეს ეს არის შურისძიება, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან ლიბერალურად მივდექით ამ საკითხს და მე ხარ კი არ იმიტომ კი არ ვამბობ რომ მე მოუწოდებ ამ ხელისუფლებას რომ ასე თქვა ლიბერალურად მივდექს. მინდა შევთხრა თქვენს მეც და ყველანი და უცხოეთ 60 თვეში ანურგ ქმედებებს ჩათვლის როგორც შურისძიება. მე მესმის რომ დღეს ემოციები თავად დამოკლები, მაგრამ სულ რაღაც 60 თვეში ეს ყველაფერი აღიქნება როგორც შურისძიება. და მოდით შევხედოთ დასავლური სტანდარტები. საქართველოში მოხდა პირველად ხელისუფლების მიერ. და მათ შორის ისეთ ხელისუფლება არა, როგორც ვთქვათ, მოკლე კავშირი იყო, რომელიც რეალურად 5%-ია იყო. საზოგადოების საკმაოდ დიდი მხარდაჭერით მიღებულმა მთავრობამ თვითონ აღიარა არჩევნებში დამარცხება. ძველმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ხელს არ შეუშლის ახალ ხელისუფლებას აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში, მიუხედავად იმისა, რომ ამის ბერკეტები მას გააჩნია. ვიღებთ შედეგად, რომ მიდის მასშტაბური ზეწოლა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებზე. ეს ვიღაცას მოწონს თუ არ მოწონს, პატივისცემა კონსტიტუციისა და კანონის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ საქართველოში არ უნდა მკვიდრდებოდეს ესე ტრადიცია, როგორც აქამდე იყო, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მართლმა ხელისუფლებამ წააგო არჩევნები და ის ხდება პოლიტიკური არენიდან. ეს ცუდი იყო საქართველოს ისტორიისთვის. ხოდაშორის ის ფაქტები, რაც იყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში, როდესაც მგვალი მაგიდა, როცა დამარცხდა, სხვადასხვა ფორმით, გაქრა პოლიტიკური არენიდან, ფიზიკური ზეწოლისა და დაშინების მეთოდით. ეხლა შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, მაგრამ არ მოწონდეს, მაგრამ ცუდი იყო, რომ ესე მოხდა და ყველაფერი დაიწყო ნულიდან. შემდეგ მოხდა, რომ მოხდა წააგო არჩევნები. პრაქტიკულად ყველაფერი განულდა და მოხდა პარტიის გაქრობა და ყოველგვარ ისტორიული მეხსიერება დაიკარგა. და ის იგივე მოხდა აღორძინებასთან დაკავშირებით, თავისთავად ეს თავისთავად არის ძალიან ცუდი, მოდი ვთქვათ. ცუდი არის იმიტომ, რომ სტანდარტული ფასეულობები, ასე ვთქვათ, სტანდარტული ტრადიციები და სტაბილური ინსტიტუტები საზოგადოებაში უნდა არსებობდეს. არ უნდა ხდებოდეს ერთ არჩევნებში ყველაფრის ცვლილება და თავისთავად ეს არის ძალიან კარგი და მე ამ ხელისუფლების ადგილზე ხელს შევუწყობდი დემოკრატიული პლურალიზმის განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში მათ ინტერესებში შედის. ბატონო, აქვე ჩაგეკითხებით ერთ რამეს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში თქვა ადამიანებთან არსებობენ ესეთი ადამიანები, ვისთანაც ბოლო პერიოდში მაქვს დიალოგი და ნაციონალური მოძრაობის მომავალზე როცა მიდის საუბარი, არის ზოგჯერ ისმის ხოლმე სახალხო ხალხურად ნათქვამი ფრაზა ღმერთთან უკნას ამათი დაბრუნება, ესენი უარეს გააკეთებენ და ეს იქნება უდიდესი წვირთი, რომლითაც თქვენ მოგიწევთ ამ პერიოდში დღეს დასკვნებს უნდა გავაკეთებთ. ჯერ დღეს ჩვენ ვართ ძალიან
ემოციური ფონია საქართველოში. არჩევნები ძალიან ახალი და სულ ახლა ხანს გათხოვდა. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი რევანშისტული განწყობა. საზოგადოებაში ამდენი წლის განმავლობაში ვინც კი დაისაჯა სამართლიან თუ სამართლოდ. ყველა ადამიანი ცდილობს, ასე ვთქვათ, საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, ხდება გადახედვა იმ ფასეულობის ისადად, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში იყო, ამიტომ ეხლა ეიფორიულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. მე ვწუნებ, რომ ქართული საზოგადოებას აქვს საკმარისი გამოცდილება, საკმარისი სიბრძნე, რომ სულ რაღაც 5-6 თვეში ის დაწყნარდება და მისი რეაქცია იქნება გაცილებით უფრო ადეკვატური, გაცილებით უფრო დემოკრატიული, გაცილებით უფრო დაწყნარებული და საერთოდ გადაწყვეტილებები უნდა მიღებული იქნას დაწყნარებულიზე და მე ვწუნებ, რომ გაზაფხულზევე გამოჩნდება ჩამოყალიბდა ახალი საზოგადოებრივი აზრი, რადიკალიზმი გადაინაცვლეს უკანა პლანზე, როგორც კი საზოგადოება დაუბრუნდება ჩვეულებრივი ყოფით პრობლემებს, ის გახდება რაციონალური და სწორედ მაშინ ჩვენ პარტიის ამოცანა, რომ სწორედ მაშინ საზოგადოებას შევთავაზოთ ის, რაც საზოგადოების ინტერესებში შედის და საზოგადოებას დაუნტკიცოთ, ვანახოთ, რომ ჩვენ შევძელით, როგორც ეფექტურად ვიყავით ხელისუფლებაში და შევძელით სერიოზული ცვლილებები ჩვენ საზოგადოებაში, ასეთივე ეფექტურად შეგვიძლია საქართველოში დავუმტკიცოთ ახალი ტრადიცია, რომ ყოფილი ხელისუფლება იქნება მთავარი ოპონენტი. ჩვენ ვიქნებით ძალიან სოლიდური და სერიოზული ოპონენტი ხელისუფლების, იმიტომ რომ განსხვავებით წინა ისტორიისა, ჩვენ გავგვაჩნია მართლობის გამოცდილება, ჩვენ გავგვაჩნია გამოცდილება რეფორმების ჩატარების, ჩვენ რაღაც სხვა გაკეთებული. საქართველოში არასდროს არ არსებობდა პარტია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა იმ ფონზე, რომ მას აქვს რაღაც გამოცდილება. საქართველოში ერთ-ერთი პარტია, მოქმედი პარტია, რომელსაც შეუძლია თქვას, თუ რა გააკეთა წარსულში, არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა. არ ჩვენ არ ყოლია არასოდეს კრიტიკოსი ოპოზიციური პარტია, რომელსაც რაღაც მქონდა გაკეთებული, როგორც მმართველ ორგანოს და არ ჩვენ ეწინააღმდეგებოდეს არ ქონიათ ასეთი მმართველობა. ანუ ერთ-ერთი პარტია, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ ეს გავაკეთეთ, თუმცა რა თქმა უნდა, კრიტიკოსებმა შეიძლება თქვა, რომ რაღაცა ცუდი გააკეთეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველა აღიარებს, რომ ძალიან მეორე კარგიც ჩვენ გაკეთებული. ბატონო, მოდით ესე ჩემ საინტერესო თემაა, რადგან თქვენ შეეხეთ ციხეებთან დაკავშირებით თქვენი ემოციაც გამოხატეთ და ბრძანეთ, რომ თქვენთვის ეს იყო შოკის მომგვრელი. გავიხსენოთ პირველი შეფასებები, რომელიც მართლმა პარტიამ მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა, მისმა ყველა ლიდერმა. ყველა აცხადებდა, რომ მათთვის ეს ცნობა მის შესახებ ცნობილი არ იყო. საქართველოს პრეზიდენტმა სისტემური კრახი უწოდა, სისტემის კრახი უწოდა იქ მომხდარს. უბრალოდ ცოტა გაუგებარიც არის ეს შეფასებები, რომ არავის არაფერი არ იყო ცნობილი ამასთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე შემდგომი პროცესები უფრო ამ შემთხვევაში შეფასებითი პროცესები აი ამ მოვლენის იყო ცოტა დამაბნეველი საზოგადოებისთვის. მე არ მაქვს უფლება ახლა ესე ხელაგებით გავაკრიტიკო ნაციონალური მოძრაობის პიარის და ვთქვათ არჩეულ ტაქტიკის მამები, მაგრამ ის რომ პრეზიდენტი აიძულეს, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ ესეთი რაღაცეები სხვაგანაც ხდება და არ ათქმევინა არავინ მას, ან თვითონ მისგან არ წამოვიდა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ბოდიშს ვიხდით ამისათვის და ადამიანური მომენტები სიტყვა ჩვენ რაღაც კვლევის მაგარი ჩავატარეთ მაშინ, რასაც ითხოვდა საზოგადოება, ყველაზე უფრო მთავარი იყო ერთადერთი სიტყვას ითხოვდა პრეზიდენტისგან მაშინ, რომ აი რაღაც გამოხატულად, რომ ბოდიშს ვიხდით ასეთი რაღაცა რომ მოხდა ამის გამო. და მაინც თქვენ რა მიგაჩნიათ უმთავრეს მომენტად, რატო შეიძლებოდა მომხდარიყო პრობლემები თქვენც იცით, ახლა იყო სხვადასხვა სისტემებშიც, იყო თქვათ ეკონომიკაშიც, იყო განათლებაშიც და ასე შემდეგ. რატო შეიძლებოდა აი ამ უკიდურესობამდე მისულიყო, თქვათ, თუნდაც საჯარიმოების სისტემა. მე მინდა გავმეხმოვრო, რომ მე მახსოვს, როცა ჩვენ პრეზიდენტი ატარებდა ამ პრესკონფერენციას, მე ვსწრებოდი და სხვა პირები ესწრებოდნენ. ეხლა მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული განცხადება იმის თვალსაჩინო იყო, თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ნუ ახლა ამას უნდა დავუბრუნდებით, ეს უფრო შეფასებითი კრიტერიუმი, ამიტომ ამაზე მოვიდავებთ. მე კიდევ მინდა გავიმეორე ხლა, მე თვითონ მიკვრის, რომ ეს არ ვიცოდი. მე თვითონ ვარ გაკვირვებული. თუმცა მე რა თქმა უნდა მსმენია გარკვეულად, რომ ახაც ხდებოდა ციხეში, მაგრამ მიმაჩნდა რომ ეს იყო ანუ რეჟიმიდან გამომდინარე რაღაც ცალკეული გამონაკლისები. იმიტომ რომ მე მარტივად მინდა გაქნა, თუ პოლიციას არ ჭირდებოდა თუნდაც ჩვენების მისაღებად ძალის გამოყენება.
მაშინ უკვე დაპატიმრებული და მიჯი პატიმრების წინააღმდეგ თუ მე ერთ ფაქტს ვიტყვი ის მასობრივი ეს რო იყო ასე თქვა ანგარიშტორება ხო ასე თქვა და ჩემზე ყველაზე ძალიან ამანი მოქმედა რა გასაგებია მიზეზების გამო რომ ის ამან დატოვა სისტემურობის სისტემის მე პირადად მინდა გითხრათ დღესაც ეს შეფიც არის დიდი დაუცილება იმიტომ რომ აი მე დარწმუნებული ვარ რომ ისე როგორც თქვენ და საზოგადოების აბსოლუტური უნარსობა ალბათ ჩათვლის რომ მე ვცრუობ და მე ასე თქვა თვალთმაგცობ მაგრამ რა ვიცი მე დღესაც მინდა თქვა რომ ეს არის ჩემთვის დიდი ამოცანა იმიტომ რომ ჯერ მარტო თქვა რომ თუ ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ჩვენ იმიჯზე ხო რომ პოლიციაში ეს არ მომხდარიყო ეხლა მოდი თქვა რომ ხო ჩემი იმიჯის და ჩვენი ქრისტეს იმიჯის ყავს პოლიციაში მოხდებოდა თუ ციხეში მოხდებოდა ხო ამას არსებითი მნიშვნელობა არ ხდება ხო იგივე კადრები რო ყოფილიყო პოლიციაში იგივე რეაქცია ექნება საზოგადოებას და იქ არ დაიწყებდნენ ვინ არის დამნაშავე ციხის უფროსი თუ შინაგან საქმეთა მინისტრი პრეზიდენტი ხო თეახ თან პარადოქსალურად ჩანდა შუშის პოლიციის შენობები და მე უკვე გონებისთვის ასაქმნელად ესეთი ჯურგმული და საერთოდ ეს ისთვის იყო საჭირო ეგაც ვერ გავიგე მე მიხდით ის პროგრამა და ეს რო ყოფილიყო ახლა თავი ეს რო ყოფილიყო თქვა პოლიტიკური ანგარიშtorება კონკრეტული პირის მიმართ ან პირადი ანგარიშtorება კონკრეტული პირის მიმართ ეს კიდე გასაგები იქნებოდა რომ ცალკეულმა თანამშრომელმა თავისი პირადი ინტერესებისათვის ან დავალებით ეს განახორციელა. ახლა ამ კადრებში ჩანს რომ ეს არ არის რაღაც კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, ეს არის რაღაც მასობრივი, მე სიმართლე გითხრათ, შეფრის ეს ხდება ძალიან დიდ ამოცანად. მაშინ როდესაც პოლიციის შენობაში ის იქნებოდა გამჭვირვალე თუ არა გამჭვირვალე მნიშვნელობა არ აქვს პრაქტიკულად ახლა. შეგოვიცით თქვა. მე არ ვსმენია პრაქტიკულად რომ ბოლო წლებში რაიმე ძალადობის ფაქტი ქონოდა ადგილი პოლიციის შენობაში, ხო? ან გამოძალვის მიზნით თქვა, ინფორმაციის გამოძალვის მიზნით და მით უმეტეს ფულის გამოძალვის და ასეთი რამე ციხეში რატომ არ მოხდარიყო? დღესაც შეება ჩემ დიდ ამოუცნებად. მოდით ერთ რამეს ვიტყვი, ვარდების რევოლუციიდან სიტყვაზე ვიზახი დღემდე ალბათ სასჯელ დასრულების დაწესებულებაში დაახლოებით 100,000-მდე თუ არა, ყოველ შემთხვევაში ამ სტატისტიკის ფარგლებში ადამიანი მოხვდა. ხო. ყოველ შემთხვევაში თუ კი ვთქვათ საარჩევნო ტექნოლოგიების ფორმულით გადავამრობლებთ ამას, ეს არის დაახლოებით 200,000-ზე მეტი, 300,000-მდე ოჯახი, მის მხარდამჭერი და ასე შემდეგ და შემდეგ, ხო? ფორმულა უფრო დიდია და შესაძლებელია უფრო მეტიც იყოს. ფაქტობრივად საქართველოში არ დარჩა ადამიანი, რომლის მეზობელიც, ახლობელიც, მეგობარიც არ აღმოჩნდა ციხეში, ან მას არ მიეკერა თუ არ ვიცი, ბრალი დაედო როგორც დამნაშავეს, ხო? და ეს ორი მომენტი, როდესაც თქვენ ორ მომენტზე ახსენებთ, ახლა ჩემს გაუგებარი იყო რატო ხდებოდა ციხეში ასეთი რამო, ჩემსაც გაუგებარი იყო ერთი რამ, რომ რაში ჭირდებოდა ესე იგი შთამომავლობისთვის საქართველოს ხელისუფლებას დაეტოვებინა, ვთქვათ, ამდენი დამნაშავე ოჯახი თავისთვის ზურგს უკან პოტენციურ მტრად, მაშინ როდესაც მას ჰქონდა პარალელურად უდიდესი მიღწევები საერთაშორისო არენაზე, უდიდესი აღიარება, უდიდესი ვთქვათ ხარდაჭერა ევროპის სახელმწიფოების, ამერიკის შეერთებული შტატების და ასე შემდეგ. სახში მას ჰქონდა და ჰყავდა უამრავი დამნაშავე. ფაქტობრივად გამოდიოდა რომ ქუჩა არ იყო, ვთქვათ, სადარბაზო არ იყო, სადაც ერთი დამნაშავე მაინც არ ცხოვრობდა. არა აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი იყო კაცისკვლელი თუ ეკონომიკური დანაშაული ჰქონდა ჩადენილი. რატო დააგროვა ხელისუფლებამ ამდენი დამნაშავე? თავის აქტივში. ეხლა როცა ჩვენ ეხლა მოდი დავყოთ ეს. რაც შეეხება კრიმინალებს, აქ შეუძლებელია რომ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ტოლერანტობა, ხო? მოგეხსენებათ, იმიტომ რომ თუ გავიხსენებთ იგივეს რა დაპირებითაც მოვიდა ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობა, ეს იყო კანონირების აღდგენა და უსაფრთხოება ახლა. მოდი გავიხსენოთ 10 წლის წინ. ეხლა ის ფაქტი, მე სიმართლე გითხრათ, მე როცა პოლიციის რეფორმას ვახორციელებდი, მინდა გითხრათ, რომ მე ვერც ვიეცნებებდი იმას, რომ ასეთი წესრიგი შეიძლება დამყარებული იყო, როგორც პოლიციაში, ისე ქუჩებში და ვაღიაროთ, რომ პრაქტიკულად უსაფრთხოება იყო საქართველოს ცხოვრება, ხო? არც მანქანებს იპარავდნენ, ნარკოტიკების ვაჭრობა პრაქტიკულად ნულამდე იყო დასული, ქურდობა, ყაჩაღობა, ბანდიტიზმი პრაქტიკულად რეკეტი ესეთი რამე არ არსებობდა, კანონური ქურდები საქართველოში არ არსებობდნენ. თვითონ გავიხსენოთ, საიდან მოვიდოდით, ჩვენ მოვიდოდით იმ 90-იანი წლებიდან, იმ მხედრიონის ეპოქიდან, როდესაც საქართველოს სამწუხაროდ ამ 90-იან წლებში ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ საზოგადოებას, ძალიან გამრავლდა ნარკომანტიკების მომხმარებლები, ძალიან გახშირდა კრიმინალი და დანაშაული, წვიმიანი და ესე მე მინდა შეგახსენოთ, გაიხსენოთ 2002-2003 წლებში მასობრივი ადამიანის გატაცებები.
ფულის ხაზის განმავლობაში პრაქტიკულად არ მოხდა ადამიანის გატაცება ფულის გამოძიების. პრაქტიკულად თუ მოდიდან გადავიდა დაცვის საყვანა, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი მიღწეული იქნა და მოდი თქვათ რომ ამ ციხეში და ამ საფრთხეებში 99% სწორედ კრიმინალური დანაშაულის გამო იყვნენ ადამიანთა პატიმრებულები და კავებები, თუმცა თქვენი ცდი ბოლოს წლებში ჩვენ აქტიურად გამოვიწყეთ გამოვიყენება გარიგებების და ესე ვთქვათ პირობითი სასჯელების და გარიგებების გახორციელება. რაც შეეხება ეკონომიკურ დანაშაულს, აქ რა თქმა უნდა ბევრი დავამინდის. ჩვენ შიგნითაც ხშირად იყო ამაზე ძალიან ხშირი მსჯელობა, იმიტომ რომ აქაც მინდა გითხრათ რომ 2003 წელს პრაქტიკულად გადასახადის გადახდის კულტურა საერთოდ არ არსებობდა, იყო კორუმპირებული და არსებობდა ყალბი ანგარიშ ფაქტურებისა და სხვადასხვა ტიპის მექანიზმები და აქაც ჩვენ ძალისხმევა დაგჭირდა იმისათვის რომ რაღაც გარკვეული წესრიგი დაგვეყარებინა, თქვენ შეგვიძლიათ აიღოთ მონაცემები და ნახოთ რამდენი იყო შემოსავალი ბიუჯეტში მაშინ და რამდენია წელს ბიუჯეტში შემოსავალი ხო. ელემენტარულია რომ მე მაშინ პრესკონფერენციაში ჩავატარე, რა თქმა უნდა, უარყოფენ ასე ვთქვათ, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რაღაც ციფრებს ვერ გაიქცევით. შორე ხელისუფლებაში მოვედით, ხაზინაში იყო ნული და მარტოვალები, პენსიები, გაუცემელი პენსიები, გაუცემელი ხილხასები, ახლა და დღეს ჩვენ დავტოვეთ არა მარტო სტაბილური შემოსავალი ბიუჯეტში, არამედ 2 მილიარდ ლარამდე სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო შეყრესებში და მათ შორის ხაზინაში და მინიმუმ 800 მილიონი თუ არ მეშლება. თუმცა ეს მე არავის არ ვაყვედრი ამას, ეს უბრალოდ ცხოვრება მოიტანა, ქვეყანა განვითარდა, გამდიდრდა და ეს ბუნებრივია, რაც უფრო ეკონომიკა იზრდება, სალაროში, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ნაშთია, ასე ვთქვათ. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ და სხვათა შორის ბოლო 2 წელიწადი აქტიურად დავიწყეთ ახალი ხელმძღვანელობა საგადასახადი ინსპექციის ძალიან ლიბერალურად უდგებოდა ამ საკითხს. სწორედ ამიტომ ჩვენ მიერ შემოტანილ ელექტრონული ზედებულების ბოლოს ეს და ეს მოგცემდა საშუალებას მინიმუმამდე დაგვეყანა ასე ვთქვათ კონტრაბანდის და გადასახადის დამოუკიდებლობის საშუალება, ანუ ელექტრონულად შეგვემცირებინა და ელექტრონული კონტროლები და ფიზიკური კონტროლი შემცირებულიყო. შეიძლება ჩვენ ჩაითვალოს, რომ ჩვენ უფრო მეტი ყურადღება დაგვეთმოდა, უფრო მეტი ენერგია უნდა ჩაგვედო საგადასახადო სისტემის სრულყოფაში. გეთახმებით, მაგრამ ეს არ იყო ნაკარნახევი რაღაც პირადი ინტერესი. ეს იყო ნაკარნახევი იმით, რომ იგივე პენსიების დის, იგივე დაზღვევის დის, იგივე მშენებლობის დის ფონზე გაგვეხოცელებინა, ანუ ჩვენ ერთის მხრივ შევამცირეთ გადასახადები, ამეთახმებით ახლა შეიძლება მინიმუმ თქვა რომ საქართველოში მაინც დიდი გადასახადია, მაგრამ შევადაროთ რამდენი იყო ფორმალურად გადასახადი 2003-ში, 4-ში და 5-ში რამდენია ეხლა და ამის პარალელურად რა თქმა უნდა ვამკაცრებდით ამის აღსრულებას. ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა მესმოდა, უფრო მეტი გეტყვით, პოლიცია რეფორმული ჩავატარეთ. 60,000-მა ოჯახმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ეხლა შეიძლება 60,000-დან თუნდაც 40,000-ში შეიძლება უსამართლოდ დაკარგა სამუშაო ადგილი. შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენ ერთი ხელის მოსმით ვთქვათ იგივე გაის თანამშრომლები პრაქტიკულად გავუშვით ახალი ხალხი მოვიყვანეთ და 60,000 ოჯახმა მიიღო ტრავმა, ხო? ფსიქოლოგიური ტრავმა, მორალური ტრავმა. წარმოგიდგენთ რომ ოჯახის წევრი მოდის სახლში, იძახის რომ უშევარი დავჭი, შეიძლება ხელფასი საერთოდ მოეტანა სახლში, მაინც სოციალური სტატუსი ჰქონდა და ოჯახის წევრმა მიიღო ტრავმა. რა თქმა უნდა, ახლა ის ხო თვარიდან ჩამოსული ხალხი ეს იყო ჩვენი და ჩემი ნათესავები, მეგობრები და მეზობლები და ეხლა არც ერთი ჩემი ნათესავი შინაგან საქმეებში არ მემიყვანია, ხო? და მე მინდა გითხრათ, უფრო მეტი ნათესავებმა დაკარგა სამსახური, პირობითად სამართლებზე, ვიდრე მიიღო, მაგრამ გვესმოდა სხვა რა გზა ქონდა. ეს სხვა რა ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება პატარა დეტალებზე ვისაუბროთ, მაგრამ გლობალურად სხვა რა გზა ქონდა. სხვანაირად ვერ გახდებოდა ეს პოლიცია ისეთი, როგორც უნდა ხდებოდა. ეხლა მე რა თქმა უნდა გული წდება, რომ ძალიან ბევრი პოლიციელებს უშვებენ, ასე ვთქვათ, ახალ რეფორმირებულ პოლიციას, მათ შორის ძალიან ბევრი პატრულის გაშვება დაიწყეს და მე არ მინდა ვთქვა, ეს არის გარკვეული შურისძიება, იმიტომ რომ როგორც თქვენ იცით, ხელმძღვანელობაში და საშუალო რანგის იმაში მოვიდნენ ვარდების რევოლუციამდე არსებული პოლიციელები, ხო, შევარდნაიზდონელი პოლიციელები დაბრუნდნენ და ბევრი ახალი პატრულმა დატოვა პატრული და სხვა პოლიციასმა დატოვა სამსახური. თავისთავად იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება ძალიან მასობრივად და ეს არ აისახება კრიმინალურ მდგომარეობაზე საქართველოში. მაგრამ ეს იყო ჩემის აზრით, ჩვენს მიერ გააზრებული, გარკვეული შესწორმებით, მაგრამ მიზანმიმართული მიმართულებით საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გაფრთხილიყო სახელმწიფო. მინდა შეგაწყვეტინოთ და ერთი რამ თქვა, აი თქვენი დამოუკიდებულება პოლიციისადმი და პოლიციის თანამშრომლობისადმი, მიუხედავად იმისა, რომ თქვა, ნებისმიერ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება პიროვნული პრეტენზია ჰქონდეს ვანო მერაბიშვილთან, ყოველ შემთხვევაში მე ვიცი პოლიციელების დიდი არმია, საკმაოდ ბევრი პოლიციელი, რომელიც
განსაკუთრებით ხაზს უსვამს დღესაც იმ მომენტს, რომ თქვენ ყავთ ძალიან კარგი და წარმატებული მინისტრი. მე ამ შემთხვევაში მხოლოდ საქმიანობასთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ, არამედ სუფთა თქვენს თქვათ კოლეგებთან, თანამშრომლებთან ურთიერთობის მომენტიდან გამომდინარე და ნამდვილად ახლა შემდგომ მინისტრ მით უფრო თქვენს მიერ შექმნილი არის ეს სისტემა, რომელიც ახლა მუშაობს და ნებისმიერ ახალ მინისტრს გაუჭირდება ყოველ შემთხვევაში ამ დონეზე გაგეჯიბროთ და მე ადამიანად მესმის და ვთქვათ, როგორც საქართველოს მოქალაქე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგია, რომ დღესაც თქვენ აი ასე იცავთ თქვენი ყოფილი კოლეგების ინტერესებს. მე ეხლა ერთ რამეს ვიტყვი, რომ ყველაფერი წარსულს ვთქვათ ვერ ჩაბარდება, წარსული იმისთვისაც არსებობს, რომ მომავლის ანალიზი გააკეთოს ადამიანმა, მით უფრო არა მხოლოდ ადამიანმა, არამედ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელსაც აქვს პრეტენზია და თქვენ როგორც აცხადებთ, აქვს პრეტენზია იმისა, რომ მომავალში დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამ წუთას თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ტაქტიკა, რითაც იმოქმედებს თქვათ ნაციონალური მოძრაობა, რომელიც რა თქმა უნდა ნებისმიერ სიტუაციაში საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე ეს უნდა იყოს პოზიტიური ქვეყნისთვის. დიახ, ჩვენ ხშირად მაგალითად მაკითხებია, რომ რა პოლიტიკური პლატფორმა ექნება ახალ ამ პარტიას, რა ცვლილებები განხორციელდება, მე მინდა გითხრათ, რომ მთავარი ცვლილება განხორციელდება იქნება ის, რომ გამომდინარე სხვადასხვა გარემოებიდან, მათ შორის იმ გარემოებიდან, რომ ჩვენ ქვეყანა ვართ სამთავრობო პარტია და ოპოზიციური პარტია ვართ, იმის გამო რომ შეიცვალა საქართველოს და შეიცვალა საერთოდ საზოგადოების სტრუქტურა შეიცვალა, ამიტომ ჩვენ მთავარი ამოცანა ჩვენი იქნება, რომ საზოგადოების დიდი ფენები ჩავხდოთ პარტიის პოლიტიკურ გადაწყვეტილების მიღებაში. ანუ ჩვენ ხელმძღვანელმა 5-მა, 10-მა, 20-მა, 50-მა ადამიანმა კი არ ჩამოყალიბოს მარტო კონცეფცია და ეს გახდეს ასე ვთქვათ, პარტიის პროგრამა და შეიძლება მოზიდვა პარტიის წევრების მოზიდვა საზოგადოებიდან, ახალი წევრების ან ძველების. პირიქით, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კონცეფცია, ისეთი სტრუქტურა, რომლითაც საზოგადოების პარტიის მხარდაჭერების იქნება, პარტიის წევრების იქნება, ნებისმიერი სხვა ადამიანის თუნდაც ჩართულობა ამ პროცესში. და ამას ჩვენ გავაკეთოთ როგორც ტრადიციული მეთოდებით, ისე თანამედროვე მეთოდებით. ტრადიციულად მე გულისხმობ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ჩვენი ოფისები, რა თქმა უნდა, ჩვენი ფრაქცია პარლამენტში მუშაობს აქტიურად, ჩვენი ფრაქციები და უმრავლესობები თქვათ იგივე თვითმმართველობის ორგანოებში და ჩვენ გვინდა რომ ჩვენი პარტიის წევრებთან ისე შეხვედრები განვახორციელოთ როგორც დარბაზებში, ისე სხვადასხვა ასე ვთქვათ საკონფერენციო დარბაზებში. ამავე დროს ჩვენ გვინდა ამაში ჩავთვალოთ აქტიურად ახალი ელექტრონული საშუალებები. მაგალითად ჩვენ გვაქვს ასეთი იდეა, რომ სულ მალე ჩვენ ახალ ვებგვერდს გავაკეთებთ, რომელიც იქნება ძალიან ინტელექტუალური და აი მაგალითად იგივე ფრაქციის ხდომები ჩვენი, ან სხვადასხვა შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაშუქდება და ესე იგი ადამიანებს მიექნებათ საშუალება არა მარტო ფიზიკურად დაესწრონ ჩვენ შეხვედრებს და მოგაწოდონ თავის ინფორმაცია, არამედ ონლაინ რეჟიმშიც ან გვიყურონ და სხვადასხვა საშუალებით თავისი აზრი გამოთქვან და ჩვენ მინდა გავაკეთოთ გარკვეული კოალიცია კლუბების სხვადასხვა ტიპის კლუბების, ინტერესების კლუბების, სხვადასხვა ტიპის ჯგუფების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რომელიც საერთოდ ასე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ, როგორც კი ნაციონალური მოძრაობა და მე მინდა კიდევ თქვა, ნუ დაელოდება საზოგადოება, რომ ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს მიერ შედგენილ კონცეფციას. ჩვენ გვინდა, რომ ამ წლის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, სხვა საქმეში ვიყავით დაკავებულები, უმთავრესად ახლა კანონით მე მეგზალებოდა პოლიტიკური საქმიანობა და ისედაც ამის დრო და საშუალება აღმოსავლეთის ხელისუფლების დიდ ნაწილს არ ჰქონდა. და ჩვენ გვინდა სწორედ ახლა საზოგადოების პირებთან საუბარში, დიალოგში შევქმნათ ახალი კონცეფცია. რაც ყველაზე მთავარია, გაუჩინოთ საზოგადოებას განცდა. რომ ის არის ჩართული ამ გადაწყვეტილების მიღებაში. როცა თქვენ პოლიციის რეფორმა ახსენეთ, მე აღმოვაჩინე იმის ბოლოს, ჩემი ასე ვთქვათ, მინისტრობის ბოლოს ფორმულა მეკითხებული, აი რა არის წარმატებულობის და თვითკებად არ გამომივიდა, საყოველთაოდ აღიარებულია პოლიციის რეფორმის წარმატებულობა და რა იყო მთავარი ფორმულა ამ წარმატების და მე აღმოვაჩინე რომ ამ თავი ფორმულა იყო ის რომ პოლიციელები საკმაოდ დიდ ნაწილს მიაჩნდა რომ თვითონ არის თანამონაწილე ამ რეფორმის რომ ბევრი წესი, კონცეფცია, იდეა არის მისი მოფიქრებული და ყველა დანარჩენ პოლიციას იცოდა რომ გადაწყვეტის მიღება ხდება გამჭვირვალე და გასაგები პროცედურით. მე მინდა გითხრათ რომ ბოლო 4-5 წელიწადი ყველა ის სიახლე რომელიც პოლიციაში განხორციელდა დაწყებული პროცედურების გამართლებებიდან თუ სერვისების გაუმჯობესებიდან, მათ შორის შენობების დიზაინიდან ეს არ მოდიოდა ზემოდან, ეს მოდიოდა ქვემოდან ან შუა გოლის პოლიციელებიდან და შესაბამისად ყველა პოლიციელმა იცოდა რომ თვითონ იყო თანამონაწილე ან
თვითონ იცოდა, ხედავდა, როგორ ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება. ეს იყო მთავარი ფორმულა წარმატებულების. ამიტომ იყო კონსოლიდირებული პოლიცია და ამიტომ საზოგადოებაში სარგებლობა დიდი ნდობით. იმიტომ თვითონ პოლიციელები იქნენ დარწმუნებულები, რომ ისინი რასაც აკეთებენ, ეს არის სამართლიანი, იმიტომ რომ აი ეს გადაწყვეტილების მიღება ხდება გამჭვირვალე პროცედურით. ჩვენ მე მინდა ასეთივე წესი შევქმნათ ჩვენ ახალ პარტიაში, რომ თითოეული პარტიის წევრს და არა მარტო პარტიის წევრს, ნებისმიერ ასე ვთქვათ თანამოაზრეს ქონდეს განცდა, რომ თვითონ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში, ან როგორც მინიმუმ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება გამჭვირვალედ, შეიძლება მისი აზრი არ გაითვალისწინეს, მაგრამ აზრმა გაიმარჯვა იმან, რომელიც ვთქვათ, უმრავლესობის ან უფრო საღი იყო, ან უფრო განათლებული ადამიანის მიერ ნათქვამი, ან უფრო მომგებიანია დღეს ამ ეპოქაში და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ როგორც მინიმუმ სანამ ხელისუფლებაში მოვართ და იმედი მაქვს, რომ მივიღეთ ამას განახორციელებთ, იმისათვის, რომ საზოგადოებას კონდეს განცდა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება გამჭვირვალე პროცედურებით და თითოეული მოქალაქის, თითოეული ჯგუფის ინტერესების გაფორმებით. ანუ სანამ ნაციონალურ მოძრაობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, არის საპრეზიდენტო არჩევნები. ეყოლება თუ არა ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი და ხო არ შეიძლება ეს კანდიდატი ამ შემთხვევაში იყოს, ვთქვათ, ალბათობიდან გამომდინარე, ანუ მერაბიშვილი. ჩვენ სტრატეგია რომ ჩვენ რა თქმა უნდა არ გამოვაცხადებთ კანდიდატურას და უფრო მეტიც დღეს ჩვენ არც ვიხილავთ ამ საკითხს, იმიტომ რომ ეს საკითხის განხილვაც უნდა გახდეს პროცესი გამჭვირვალე დემოკრატიული პროცესის ნაწილი უნდა გახდეს და ესე არ გადაწყდება რომ ვიღაცა შეიკრიბება რაღაც დახურულ კაბინეტში და იქ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე საზოგადოების პარტიის რა თქმა უნდა უბრალოდ პარტიის წევრების, ფრაქციების და თვითმმართველობების, სხვა ორგანოების, მათ შორის პარტიის წევრების თანამონაწილეობით შერჩევის პროცედურა იქნება და ეს იქნება მაგალითი როგორ ხდება გამჭვირვალედ სხვადასხვა დაინტერესованных მხარეების მონაწილეობით შერჩევა ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების, რა თქმა უნდა ჩვენ აქტიურად მივიღებთ ამ არჩევნებში მონაწილეობას და ყველა არჩევნები რომელიც საქართველოში გაიმართება ჩვენ მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას, რათა ჩვენი ალტერნატივა, ამ ხელისუფლების ალტერნატივა შეთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას, იმიტომ ჩვენ საზოგადოებას უნდა გქონდეს ყოველთვის საშუალება გააკეთოს სწორი არჩევანი გააკეთოს ორ ძალას შორის, ორ ალტერნატივას შორის, ორ კონცეფციას შორის და ორ პოლიტიკურ მასალას შორის. საუბარს დავამთავრებდეთ, ორი კითხვა მინდა დავსვა ასეთ სახის. აი არჩევნების დამარცხების აღიარების შემდეგ მოძრაობის და მისი ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები ზოგჯერ დამაბნეველიც იყო, იმდენად კეთილშობილური ჩანდა ეს ახალი ხელისუფლებასთან მიმართებაში. თუნდაც თქვენი განცხადება შეჩანდა იყოს. ხო. ჩემთვის მოულოდნელი საზოგადოებისთვის მოულოდნელი იყო და ახლა ეს არსებობს იმისა, რომ რატო ჩდება ხოლმე ესეთი კითხვა, ну რატო გახდნენ ესეთი კეთილები, ხო? და თუმცა მე მახსოვს მერაბიშვილის ესეთი განცხადება, რომელმაც წარმატება უსურვა ახალ კოალიციას, ახალ ხელისუფლებას და აი ამ განცხადებაში ჟღერდა ის პათოსიც, რომ აი ეს წარმატება არის თვით ნაციონალური მოძრაობის ინტერესშიც კი. გულისხმობ იმას, რომ ეს იყო რაღაც საკმაოდ კარგად ნათქვამი. არის კარგად ნათქვამი იყო, ეს იყო რაციონალური, იმიტომ რომ ეხლა მე ხელისუფლებაში ვიყავი, ხო? მარტო მე ხო არ ჩემი ცხოვრებით არ ვცხოვრობ, თქვა, მარტო ის ცხოვრების რომ მე მინისტრი ვიქნები, თუ არ ვიქნები. ჩემი ნათესავების 99.19% არცეთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ მუშაობენ და ისინი ცხოვრებით ცხოვრობენ და ჩემი მეგობრები, ხო? და მათი კეთილდღეობა ჩემი ინტერესში შედის, ხო? და თუ წარმატებული იქნება ეს ხელისუფლება დემოკრატიის გადაწყვეტილების ეკონომიკური განვითარების გზაზე შეინარჩუნებს იმ მიღწევებს, რომლებიც ჩვენ გქონდა, კიდე ახალ კაი რაღაცას მოიფიქრებს, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ და განახორციელებს, ეს საკმაოდ ყველას ინტერესში შედის და როგორ შეიძლება ეს ჩემი ინტერესებში არ შედიოდეს. იმიტომ რომ ჩემი თვითმიზანი ხელისუფლების დაბრუნება კი არ არის. ჩემი თვითმიზანი არის გაუმჯობესება მდგომარეობის, ხო? იმიტომ რომ რაც არ უნდა მე ხელისუფლებაში დავბრუნდე, იმ გარემოს, რომელიც ჩემს გარშემოა და ვის გარშემოც მე ვცხოვრობ, ვერ შევცვლი უკეთესობისაკენ თუ არ იქნება საზოგადოების ნორმალური მდგომარეობა. თუ ეხლა სიტუაცია კიდე აირია, მოდით ეხლა. თუ აირია სიტუაცია და კლიმატური სიტუაცია გავარესდა. თუ საქართველოში გადასახადების გახდა და პენსიები გაიყინა და ხელფასები არ გაიცა. თუ საქართველოში დენის პრობლემა შეიქმნა, თუ საქართველოში საგარეო პოლიტიკაში პრობლემა შეიქმნა, ხა რატო უნდა გამიხარდეს ეს? ეს ხო პირიქით დამაცილებს ჩვენ დაგვაცილებს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში დაბრუნებას. ავტომატურად დაგვაცილებს. იმიტომ რომ სხვა ძალები გამოჩნდებიან, სხვა ინტერესები გამოჩნდება, სხვა დებატები იქნება საქართველოს. საქართველოს სხვა დებატები გაიმართება.
იმიტომ მე მინდა გითხრათ, საქართველოში უკვე დემოკრატიის გემო საქართველოსმა გავიდა. და ამის შემდეგ ძალიან ხშირად შეიცვალა ხელისუფლება. თქვენ ბოლოს პრემიერ-მინისტრი იყავით და იქამდეც ბრძანეთ რომ არ გქონდათ როგორც ჩინელა საქმეთა მინისტრის პოლიტიკური საქმიანობის თქვა წარმართვის უფლება, მაგრამ ვანო მერაბიშვილი ყოველთვის აღიქმებოდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე წონად პოლიტიკოსად. მე ერთი რამ მინდა გითხოთ, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელსაც თქვენ ხედავთ ამ შემთხვევაში და თუნდაც რჩევის სახით ურჩევთ ახალ ხელისუფლებას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს, რა შეიძლება ეს იყოს ესე გამოკვეთილი საფრთხე? ყველაზე დიდი საფრთხე მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს არის ფინანსური სტაბილურობა, საბიუჯეტო სტაბილურობა. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ძალიან ყიფი აქვს ჯერ კიდევ ქართული ეკონომიკა. მინდა შევახსენო, რომ ახალ ხელისუფლებას რომ საქართველოს არ არის ზოგიერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისი ნავთობი და გაზი და დღემდე და თქვენ იცით, რომ ყოველთვის ბიუჯეტი სრულდებოდა, ყოველთვის ხელფასების დავალიანება არ არსებობდა, პენსიების დავალიანება არ არსებობდა და ძალიან ბევრი ფული დებოდა ინფრასტრუქტურაში, ვითარდებოდა ქვეყანა და პირველი საფრთხე, რაც იმასაც გას ეს ხელისუფლება და ჯერ ეს საზოგადოების ფაქტობრივ განხილვის არ არის, ჯერ პოლიტიკური სხვა საკითხები უფრო აინტერესებთ, ეხლა ვინ დაიჭირეს, ვინ ჩამოვიდა, ვინ დანიშნეს, ვინ მოხსნეს, ეს უფრო აინტერესებთ ხალხს, მაგრამ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეს, რომ ამ მთავრობას ხელიდან არ გაეპაროს ის დისციპლინა, რომელიც იყო მესმის რომ შეიძლება შეცვალოს ასე ვთქვათ ეს წესები როგორიც იყო, მაგრამ ფუნდამენტური საკითხი რომ თავარი მაინც არის რომ იყოს ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა. იმიტომ რომ ამაზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენი თანამოქალაქის კეთილდღეობა. ამაზეა დამოკიდებული თუ თითოეული ჩვენი ოჯახი რომის ხელფასრო პროზია იყოს, რომ კონდეს მას საშუალება შეიძინოს ასე ვთქვათ ის სერვისები და მოსახლეობა რომელიც მას სჭირდება და მე მიმაჩნია ყველაზე საფრთხის ქვეშ არის დღეს მე მგონია რომ დღეს გატაცებულია ხელისუფლება უფრო პოლიტიკური შოუთი და თავარი პრობლემები რაც არის საზოგადოებაში ეს ეპარება, იმიტომ რომ ეს მასობრივი მცდელობები რომ ასე ვთქვათ გარკვეული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი ტარიფი გაიზრდება, შემცირდება, ის გაკეთდება, ეს არ გაკეთდება, ეს აშენდება, ეს არ აშენდება, ეს დაინგრევა, არ დაინგრევა. ეს მე მგონია ეკონომიკის, მე ხა ძალიან დიდი პროფესიონალი ეკონომიკის არა ვარ, ასე ვთქვათ, ძალიან ცოტა ხანი მოვასწარი პრემიერ-მინისტრის ყოფნა და მე მახსოვს რომ რამდენად იმოკლევადაშიც, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვის მოზომვა, როცა საქმე ეხება გეგმებს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტაბილური იყოს ბიუჯეტი პირველ რიგში და ქართული ეკონომიკა, რადგან თითოეული ჩვენთაგანის კეთილდღეობა არის ამაზე დამოკიდებული. ბატონო, სანამ საუბარს დავასრულებდეთ, მინდა ვთქვა, რომ უამრავი კითხვა, რომელიც კიდე არსებობს, ვთქვათ, მეც მქონდა და მაქვს სურვილი რომ დავსვა, ამას შემდგომისთვის შემოვინახავ, მით უფრო მე გვერდი აუარე, ვთქვათ, გარკვეულ პერსონებზე საუბარს კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ოპოზიციაში რომ გადავედი მაგის ფუფუნება რომ რაღაც შეკითხვის პასუხი არ გავცემა. და მოდეძებას ინასტარ ამისათვის, იმიტომ რომ მე უფრო მინდოდა რომ ზოგად თემებზე გვესაუბრა, რომელიც საზოგადოებას გვაინტერესებს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ თემებზე. კი, კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ თემებზე საუბარი შეიძლება დღეს არის მომგებიანი, ასე ვთქვათ, და საინტერესო საზოგადოებისათვის, მაგრამ ხვალდაზე უფრო ნაკლებად მაგრამ მოდით ესე შევხედოთ რა არის ესეთ შეფასება რომ ადამიანი ფასდება შეიძლება შეფასდეს ორ განზომილებაში როდესაც ის არ არის თანამდებობაზე და როდესაც არის თანამდებობაზე შემდგომ მოდის ესეთი ფორმულა რომ თანამდებობა არ არის მუდმივი თქვათ ხელისუფლებაში ყოფნა არ არის მუდმივი მაგრამ მაინც რა არის ის თავარი გასაღები თუ კრიტერიუმი იმისა რომ ვთქვათ შთამომავლობამ თანამდებობაზე მყოფი კონკრეტული პირი თუ ხელისუფლება შემდგომში ღირსეულად დააფასოს რა არის უმთავრესი კრიტერიუმი ამისათვის არ ვიცი გამოდით ასე ვთქვათ ჯერ მაგასაკში არა ვარო ეგრეთ თემებზე ვიფიქრო აი ხელისუფლებაში ერთხელ კიდევ რომ დავბრუნდებით მე წავაგებთ მე კიდევ დავბრუნდებით რომ წავაგებთ აი ასე ვთქვათ მაშინ ვისაუბროთ როცა უკვე საპენსიო ასაკში ვიქნებით ამ ფილოსოფიურ თემებზე მოდით დიდ მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმარი იყო ბატონო ივანო მერაბიშვილი მადლობთ დიდი მადლობა